გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დიდი ხნით არ შეგაწყენთ თავს, მინდა ძალიან ლაკონური და მოკლე ბლოგი გავაკეთო. მოკლედ დღეს მქონდა დრო და სოციალურ ქსელში ვნახე ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიის მიერ დაკითხვა კოდორის ხეობის ჩამბარებლების, ჩაბარებასთან დაკავშირებით და კოდორის ხეობის მაცხოვრებლების დაკითხვა იყო, მათ შორის ბატალიონი მონადირის მეთაურის შვილის და კიდევ მეორე საპატივცემულო ადამიანის. ბოდიში თუცებ ახლა გვარები არ ერთის მახსოვს გერლიანი იყო, მეორეს არ მახსოვს. რომლებიც ყვებოდნენ საქართველოს ღალატის, საქართველოს ჩაბარების, საქართველოს განადგურების, კოდორის ხეობის როგორც თხასავით გაყიდვის და არა მარტო გაყიდვის ისტორიას. ყვებოდნენ ისტორიას თუ ეს დამპალინ რეჟიმი, ნაცური რეჟიმი, რომელიც არსებობდა და 2 წელიწადი მოუწიათ ბოგინი ხეობაში, რამდენი უბედურება გაუკეთა კოდორის ხეობის მოსახლეობას და როგორ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ყველაფერი ის, რასაც საბოლოო ჯამში კოდორის ჩაბარება უნდა მოყოლოდა და პარალელურად რამდენი სისხლი, რამდენი მსხვერპლი და ასე შემდეგ რა. ეს ვრცელი თემა არის, მე არაერთხელ ამ თემასთან დაკავშირებით მისაუბრია და ახლა მინდა უბრალოდ სხვა მხრივ გამოვეხმაურო ამ ყველაფერს. ესე იგი, ეს ორი აფირისტი სვანი. წულუკიანი და ეს მეორე აფირისტი, ესა რა ქვია, სუბარი. რომლებიც თავიდან ბოლომდე ცდილობენ საკუთარი პიარის აგებას და აშენებას და კოცური პიარის აშენებას და აგებას ამ ყველაფერზე რა. და თურმე კიდე კაი რო სუბარმა დარეკა თუ არა, თლა დაღუპული ყოფილა იქაობა და არ გადარჩებოდა და არ გადმორჩებოდა. ამაზე არ მინდა მე ამ თემაზე საუბარი. მე მინდა სხვა რაღაცაზე ვისაუბრო. აი, სულ სხვა რაღაცაზე იყო იქ საუბარი, იქნა დასახელებული პირები, ვინ პირები ჩადიოდნენ, რომელი პერსონები ჩადიოდნენ დანაშაულს. ჯიმი შემოგევლე ერთი წუთით რა, ეგ სხვა თემა არის, მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, სანამ რუსეთი-უკრაინაზე ვისაუბროთ, ეგერა ჩვენ ქვეყანაზე ვთქვათ ორი სიტყვა, რომელიც ამ უბედურობის პირობაში არის და რა გვჭირს, საიდანაც ვერ გამოვდივართ და თუ შეიძლება ამაზე დავამთავრებ, იქ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჯერ დასრულდეს და აქედან გამომდინარე ვისაუბროთ მაგ საკითხთან დაკავშირებით და ეხლა თუ შეიძლება ამ საკითხს განვიხილავთ დიდი ბოდიში თქვენის ნებართვით რა. იქ იყო დასახელებული პირები. პირები იყო დასახელებული, რომელი პირებიც ბოგინობდნენ იქ ხეობაში, ახდენდნენ 1000 უბედურებას და იყო ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იყო ასევე ნახსენები ეგრეთ წოდებული გენერალი გოგავა, რომელმაც თურმე მარტო კაცმა ვერ შეძლო და კოდორის ხეობიდან ჯარი გამოიყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ვინ ამბობს მე იმას, რომ ეს ასე არ იყო? კი, გოგავაც ტრიბუნალზეა წასაყენებელი და მისახვრეტია. ის ძაღლები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომლებიც კოდორის ხეობაში 1000 ბინძურეს და უბედურებას აკეთებდნენ, რასაც უამრავი ადგილობრივი მოსახლეობის გაუბედურება მოყვა, დაჭერა მოყვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახევარი სიმართლე არ არის. ნახევარი სიმართლე არ არის სიმართლე. სიმართლე უნდა ითქვას მთლიანად და სრულად. და მით უმეტეს, როდესაც სამშობლოს ბედიღბალს ეხება საქმე. სამშობლოს ბედიღბალს, როდესაც ეხება საქმე. აი, პასუხისმგებელი პირი, თქვენ არ იცით კოდორის ხეობის დაცვაზე ვინ იყო პასუხისმგებელი პირი? აი, ქოცებს ვეკითხები და აქედან მინდა დავიწყო მე ეს ყველაფერი. ქოცებო, თქვენ არ იცით ვინ იყო ხეობის სარდალი იმ დროს? ვის ევალა პასუხისმგებელი პირი სამხედრო სტრუქტურიდან ვინ იყო იქ? კარგი, თქვენ თუ არ იცით, მაშინ მეგეტყვით. არ მახსოვს ზუსტად, მე მგონი მაშინ მაიორი იყო ჯერ კიდე. მაიორი აგლაძე იყო. რომელმაც შეასრულა ზუსტად ის სამარცხვინო ბრძანება,
რომელი ბრძანებას ითვალისწინებდა მტრისთვის ყველაფრის დატოვებას და გამოყვანას მოსახლეობაზე გამოსწრებას იმის, რა ქვია, შეიარაღებული ძალების მხრიდან. პოლიციაზე ცალკე თემა არის. არ იცით თქვენ რომ აგლაძე იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? არა მე კოცებს ვეკითხები. რატო არ სვამთ? რატო ეკითხებით რიგით მოსახლეს, რატო ეკითხებით საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომელს ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი? თქვენ არ იცით ბრძანებები არა გაქვთ პასუხისმგებელი პირები ვინ იყვნენ კოდორის ხეობის დაცვაზე? ხო ძალიან კარგად იცით. მაგრამ რატო არ ახსენეთ ამ პერსონას? რომელმაც ტყვის გაუსროლელად დატოვა ხეობა და დატოვა იქ მთელი შეიარაღება და დატოვა ყველაფერი. და მონური მორჩილებით შეასრულა კოდორის გადაბარების ბრძანება. რატო არ ახსენებთ? იცი, იმიტომ რომ დღეს კოცია. დღეს კოცია და თქვენიანია. ამიტომ არ ახსენებთ. და გინდათ მარტო გოგავაზე და იმ სხვა ნაძირლებზე იმასკნას, რა ქვია, გადატყდეს ჯოხი. ასე არ ხდება ეს. უშუალო პასუხისმგებელი ხეობის დაცლაზე იყო აგლაძე. და თქვენ თუ არ იცით და თქვენმა საგამოძიებლო კომისიამ თუ არ იცის როგორ გასცა ბრძანება და ვინ გასცა ბრძანება სამხედროებში კოდორის ხეობის დატოვებასთან დაკავშირებით, ახლა მეორე ძაღლის თავს ამოგიგდებთ. კოდორის ხეობის ბრძანება გოგავამ რო გასცა, სანამ ამ ბრძანებას გაცემდა, მანამდე თქვენი უსაყვარლესი, რა ვიცი, ეგეც გენერალია, მე მგონი. ეს გენერალი ჩაჩიბაია. მას დაურეკა. ადგილსაც გეტყვით, სადაც იმყოფებოდა. ქარელში იმყოფებოდა იმ მომენტში. რომელთანაც შეათანხმა კონსულტაცია გაიარა კოდორის ხეობის დაკარგვაზე. კოდორის ხეობის დაკარგვაზე, ჩაბარებაზე და ჩაჩიბაიამაც უთხრა. თქვენმა გენერალმა, ამჯერად უკვე კოცმა გენერალმა. რა თქმა უნდა გაცეო ბრძანებაო და კოდორის ხეობაო უნდა დაცალო. რჩევა, მიცა მის გენერალ მეგობარს. შენ პასუხს არაფერზე არ აგებ. იმიტომ რომ ბრძანებას ასრულებ. შენც ხო გიბრძანესო, სარდალმაო. თავარ სარდალმა გაცა, ეგრეთ წოდებულმა თავარ სარდალმა ეგ ბრძანება სააკაშვილმა, გადასცა პირდაპირ გოგავას და გოგავამ შეასრულა. ამისთვის გაიარა კონსულტაცია ჩაჩიბაიასთან და ეგ ჩაჩიბაია. ახლა კოც გენერალი არის. და დიდი პატივით აკავთ კოცებს. მიღებული ერთი მოწვევის პარლამენტში თუ რა ვიცი, მე ახლა მამიჩემის მომასტანა არ ვიცი და არც მაინტერესებს. ეგ ნაძირალა მათხოვარ. მაგრამ ჩაჩიბაიას რატო არ ახსენებთ? იმიტომ რომ კოცია. მე რა თუ სამშობლოს უბედურებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მე რა დღეს თავარია კოცია. ეს მეორე ნაძირალა და ვირთხა. რომელიც კოცია. და თურმე ამაში წვლილი არ მიუძღვის ამ ყველაფერში. მესამე და მთავარი. რატო არავინ არ ლაპარაკობს კოდორის ხეობაში ჯარისკაცების მიმართ, სერჟანტების და რიგითების დონეზე? რა ლაპარაკი მიდიოდა, როდესაც კოდორის ხეობას ტოვებდნენ? რა ლაპარაკი მიდიოდა? ახლაო ჩვენ ჩავალთ ზუგდიდშიო, იქო საერთაშორისო პრესაო, ჩვენ ჩავაბარებთ იარაღსო, რუსებსო, რომლებიც შემოსული იყვნენ უკვე ზუგდიდში, დამთავრდება და წავალთ სახშიო. აი ეს დაყავდა ჯარისკაცების დონემდე. ვის დაყავდა ეს ყველა? არ იცით? არ გაგიგიათ? მე ვამბობ ამ სასაულს. ახლა მე მინდა კოდორელებს უთხრა თვითონ, აი გმირი ხალხი ხართ, მართლა კბილებით, სისხლით დაიცავით ხეობა წლების მანძილზე. და თუ 21 საუკუნის ქართლის დედა ვინმე შეიძლება ეწოდოს საქართველოს დედა, ეს ნამდვილად იყო ნორაკვიციანი. რომელიც მაგალითი იყო მებრძოლი ქართველი ქალობის.
რომელსაც რა უბედურება დამართეს შემდეგ და იმ უბედურების მერე როგორ წვალებაში და ავსენთან ბრძოლაში ამოძრა სული. და ეს ოქროაშვილები და ესენი გარეთ იყვნენ, ახლა რო გყავთ. იმის გამო, რა ქვია, შეყრილი ციხეში რო თურმე გირავ არ გადაიხადა ოქროაშვილმა. თქვენ მათხოვრებო ბიჭო, აი, თქვენ როგორ სულ კაი კაცის და კაი ქალის როლში გინდათ. ხმა მოიღეთ და ვისაც გეხებათ რა. აქ ემზარს არაერთხელ უსაუბრია სხვებსაც არა ძალიან ბევრს აქვს სათქმელი. როგორ გაყიდეს ხეობა? ვინ გაყიდა ხეობა? რამდენი მონაწილეობდა ხეობის გაყიდვაში? ძალიან კარგი. აი იქ რაც იმ კოდორის ხეობაში 2 წელიწადში ამ წყეულმა ხალხმა ამ მართლა ძაღლის გაგდებულმა ამ დაწყევლილმა ნაცებმა გააკეთეს და გაუკეთეს ადგილობრივ მოსახლეობას, განიარაღება იქნებოდა, დაჭერა იქნებოდა ადგილობრივების წვალებაში, ცემაში სულის ამოხდა 1000 რაღაცეების დაბრალება, გამზადება ხეობის გადასაბარებლად. ეზიზღებოდა, აი არაქართველები, რომლებიც მართავდნენ საქართველოს. კიდე ერთხელ ვამბობ, არც ერთ ერს არ ვერჩი არაფერს. არც ერთ ერს არ ვერჩი არაფერს. სააკაშვილი იყო სომეხი, ვინც იყო მთავარსარდალი, ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, იყო ებრაელი, კეზერაშვილი და მე ახაც სასწაულს არ ვამბობ და ვინც იყო კონფლიქტების, უშუალოდ კონფლიქტების ასე რომ ვთქვათ, მინისტრი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით იაკობაშვილი ესეც იყო ებრაელი. ესეც იყო ებრაელი, დღეს რო ეგერაგდია. რატო არავინ ერთ სიტყვას არ ამბობს? რატო არავინ ერთ სიტყვას არ ამბობს? რომ 2008 წლის 6 აგვისტოს სოხუმში ჩასული იყო ამერიკის ატაშე. რატო არავინ ამას არ ამბობს? რომელმაც შეუთანხმა ბაღავს, სხვებს ასე შემდეგ, ეს ოპერაცია, რომელი ოპერაციაც კოდორის დაცლით და გადაბარებით უნდა მომხდარიყო. რატო ამას არავინ 2008 წლის 6 აგვისტოს იყო ჩასული სოხუმში, რომელიც საქმის კურსში იყო, რაც უნდა მომხდარიყო ყველაფერი, ამას არავინ არ ლაპარაკობს. არც იმას არავინ არ ლაპარაკობს, რომ ამერიკის ატაშის პირდაპირი დავალება და მოთხოვნა იყო ზუსტად ამათთან კოდორის ხეობაში, ყველაფერი ისე უნდა დარჩენილიყო, როგორც დარჩა. ჩათვალეთ მოსახლეობაც. მოსახლეობაც იქ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ მოსახლეობა ახლა ვერ გააკონტროლეს ამათმა და ეს იყო. დიალოგი, რომელიც შედგა მაშინდელ კონფლიქტების მინისტრთან, სატელეფონო დიალოგი იაკობაშვილთან და აფხაზების ერთ-ერთ სეპარატისტულ ერთ-ერთ ლიდერთან. 10 აგვისტოს. 10 აგვისტოს შედგა ეს დიალოგი შამბასთან კონკრეტულად. სადაც შამბამ მოუთხრა ესეთი რაღაცა. გაიყვანეთ შეიარაღებული ძალები, უპირობოდ მოსახლეობას არავინ ხელს არ მოკიდებს, არ შეეხება და გადით ხეობიდან. რაზეც ვითომ იაკობაშვილმა უთხრა, რომ ჩვენ ისეთი ფორტიფიკაციული ნაგებობები გაგვაჩნია, მაგ ერთი წელიწადი რო ვიყოთ ფეხებს ვერ მოგჭამთ და არ გაუვლია დაახლოებით 1 საათს, თავად გადარეკა შემდეგ შამბასთან, თავად ელაპარაკა ჩაბანს, რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების თუ იქეთ მიმართულების სარდალი, ვინც იყო დასავლეთის მიმართულებაზე და უთხრა, აღუთქვა პირობა, რომ ყველაფერი ისე იქნება, ისე დაგხვდებათ, საწვავი ზეთის ტყვიაწამაზე ზედმეტია ლაპარაკი, ყველაფერი გადააბარა ბრძანება უშუალოდ სამხედროებს და ამათმა შეასრულეს და დაცალეს ხეობა. რატო არ ამბობთ ამას? რატო არ ამბობთ? რატო? აი, ელემენტარული ბიჭო, ეს ხო არა რაღაცა რიგითი საქმე, ეს ხო სამშობლოს ეხება, ჩვენ ქვეყანას ეხება და ეს ასე იყო, რასაც მე ვლაპარაკობ და მე ამას არ ვლაპარაკობ ჰაერზე. მე ეს ვიცი, როგორც უშუალოდ მონაწილეებიდან, ბევრი რამე ჩემი თვალით მინახია და ბევრი რამე გამიგონია. რატო არ ამბობთ ამას? კიდე ერთი ვირთხის შესახებ მინდა გითხრათ. კიდე ერთი ვირთხის. რომელი ვირთხაც ახლა ქოცია. იქ იმ დიალოგში ხსენებული იყო
2006 წელი. 2006 წელი, როდესაც ნაცების დავალებით ქართული ავიაცია დაუმიზნეს დასაბომბად ქართულ სოფლებს. ეს იყო გაცემული ბრძანება Mi-24-ის ვერტმფრენების ესკადრილიაზე, მათ შორის აცხონოს ღმერთმა გარდაცვლილია მისი მებრძოლი ვაშკაცისული სოსო სურაულის მიმართებაში, რომელმაც ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ქართული სოფლები არ დაბომბა და უბრალოდ გადაფრინდა და გადმოფრინდა. მაგრამ აღმოჩნდა ის, ვინც შეასრულა ეს ბრძანება. და ის ქალბატონი აცხონოს ღმერთმა, რომელიც ასე ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ 2006 წლის ოპერაციის დროს და შემდეგ ოქრუაშვილი რო ემუქრებოდა განით გადაგჭრითო ყველასო კბილებში თავსო დანითო მე მინდა გაგახსენოთ შემთხვევით ხო ვერ შემახსენებთ ვინ იყო მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენშტაბის უფროსი ვინ იყო არ იყო 2006 წელს გენშტაბის უფროსი იმ მომენტისთვის არ იყო გენშტაბის უფროსი გოგავა ვინ იყო იცით მაგ დროს გენშტაბის უფროსი ვინც მართავდა ამ ყველაფერს ვინც გაცემდა ამ ბრძალებებს ნიკოლეიშვილი გენერალი ნიკოლეიშვილი რომელიც ხედაღამე კოცებს უზით ტელეკომპანია იმედზე და დღედაღამე კოცებს მიყავთ ესა რა ქვია აზრს ეკითხებიან, ჭკუას ეკითხებიან და კაციშვილი კითხვას არ უსვამს. თუ 2006 წელს იმ უბედურებაში, რომელიც ამათმა კოდორის ხეობის მოსახლეობას გაუკეთეს, რამხელა ლომის წვლილი აქვს შეტანილი ნიკოლეიშვილს. მისი დავალებით ხდებოდა უშუალოდ, იმიტომ ის იყო გენერალური შტაბის უფროსი. აქ ოქრუაშვილზე მარტოც ნუტეხავთ ჯოხს. ოქრუაშვილი იყო მინისტრი. სამოქალაქო პირი, რომელიც პასუხისმგებლობით ნაკლებათაა მაგ ყველაფერში გაჯერებული, ვინც იყო გენშტაბის უფროსი და ვისაც უშუალოდ ევალებოდა შეიარაღებულ ძალებზე ბრძანების გაცემა, ამ დავალებების შესასრულებლად ის იყო გენერალი ეგრეთ წოდებული ნიკოლეიშვილი. მოათხრიეთ ნიკოლეიშვილი და დასვეთ და ალაპარაკეთ, მაგრამ როგორ მოიყვანთ თქვენ ჩაჩიბაიას, როგორ მოიყვანთ თქვენ აგლაძეს, როგორ მოიყვანთ თქვენ ნიკოლეიშვილს, იმიტომ რომ ისინი დღეს კოცები არიან. და ამას ეს არაფერი, კაცო. აი მარტო ის რა ქვია, თურმე ოქრუაშვილის ბრალი ყოფილა მარტო ყველაფერი. აი როდესაც ასეთი ცირკი ხდება, როდესაც აი ესეთი ცირკაჩობისკენ მიდის ყველაფერი. როგორც ასეთი და ამას ეძახიან, მე გამოძიებას, კომისიას, შენ რატო ეს არ გჯერა? მახსოვს მე ეს ყველაფერი იმ დროს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდი 2006 წელს. და კოდორის ხეობაშიც ვიყავი, თუმცა დაგვიანებით ცოტა. და კარგად ვიცი იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა და რა ამბები ხდებოდა. და კიდე ერთი იმ უბედურების პერიოდში აცხონოს ღმერთმა მისი სული დავით ცინდელიანი ჭუბერელი ბიჭი, რომელიც დახვდა აი ამ ნაბიჭრებს. აი მართლა ამ ნაბიჭრებს, რომლებიც სადარიანო წულუკიანი გვარებს ეკითხება და მე ამათ ეკითხება სადარიან. ახლა ისო და ამ კაცმა უთხრა აი რო პეპელაზეო მსახურობსო, ახლაცო პოლიციისო პარადს იბარებდა თუ რაღაცას იბარებდაო, იქ შევხვდიო სულ შემთხვევითო მის მერეო სულ არ მინახიაო, მეო 9 აგვისტოს თუ 10 აგვისტოს მერეო. დღემდე ყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. და რატო არავინ არ ამბობს იმ ცხონებულ ბიჭზე დავით ცინდელიანზე კი ვითომ ვიღაცები დაჭერილებიან რა თქმა უნდა დასაჭერები არიან რომელმაც პირდაპირ უთხრა თქვენ მშიშრებო თქვენ ლაჩრებო ჯერ მოსახლეობა მაინც გამოგეშვათო და მე მაინც წამოსულიყავითო აფხაზები რო რადიო სადგურზე გეძახდნენ სააკაშვილის გენერლებო კაცები ვართ ჩვენო კაცები ვართო ზურგში არ გესვით მელა გაიკეცითო და აი ამ მთელ ნაგავს
ვისაც აქვს მიღებული ამ ყველაფერში მონაწილეობა და ვისი წვლილიც არის ამ ყველაფერში შეტანილი, მაშინ თუ ნაცი იყო და ნაცები აფარებდნენ ხელს, ახლა კოცები არიან და კოცები აფარებენ ხელს. და დღეს რო წაეთრიან იქ იმაში ხონის ფსიქიატრიულში რო ჩასულან და თურმე ეს როგორ ეს რა მოხდა? თურმე პირველად ნახა თურმე ეს სუბარმა. და თურმე პირველად გაიგო ეს პირველად გაიგო თურმე ეს წულუკიანმა. თურმე ხონის იმაში ფსიქიატრიულში და ციხეში მართლა იმასთან შედარებით ოსვენციმის ბანაკი ეს იყო, რა ქვია. 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რა დღეში ყავდათ პატიმრები და ჩვენ დედა ეს რა ნახეს და თურმე ახლა აღმოაჩინეს და ძველი ციხეებიო დანგრეულიაო და ახალი ციხეებიო ესო არისო აი გადაიღეთო მასალაზე უნდა დარჩეს. ჩვენ რო ადამიანად ვარგებულიყავით და ჩვენ რო ქართული საზოგადოება და ქართველი ერი რამეთ რომ ვარგებულიყავით, მე გეუბნებით დღევანდელი მონაცემების ქართველი ერი რამეთ ვარგებულიყავით. ამათ ჯერ დიდი ხნის წინ რა თქმა უნდა ქონოდათ ყველას პასუხი ნაგები კოჰაბიტირებულს და კოჰაბიტატორსაც. და ის ციხეები, ის ხონის ჯოჯოხეთი იყო თუ ემესი რა ქვია ორთაჭალის ჯოჯოხეთი მართლა კი არ უნდა დანგრეულიყო. კი არ უნდა ჯერ ხო რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. რეჟიმი მართლა უნდა გასამართლებულიყო, ისე კი არა კოჰაბიტაციაში და სამუდამო პატიმრობით ტრიბუნალით უნდა გასამართლებულიყო, ტყვია უნდა დაჭედებოდა ყველა მოღალატეს კანონის, ერის, ღმერთის და სამშობლოს სახელით, ყველა სამშობლოს მოღალატეს. და ის ციხეები, როგორც ოსვენციმის მუზეუმი არის შემორჩენილი, ისე უნდა შემორჩენილიყო მათი ჯალათების, მათი რეჟიმის, ყველას უკაცრავად ტექნიკური ხარვეზე არის. ყველას სახელებით, ყველას გვარებით, ყველას თანამდებობებით, ყველას სურათებით, ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით, იმ გაუბედურებული პატიმრების ოჯახების ისტორიებით უნდა შექმნილიყო ეს ჩვენი ისტორია არის, სამწუხარო და სამარცხვინო ისტორიის ნაწილი არის, როგორც სხვა ბევრი რამე, რომელიც ჩვენ ისტორიაში არსებობს და ამაზე ლაპარაკი თურმე არ შეიძლება. რომ სამაგალითო ყოფილიყო ყველასთვის, რომ ესეთი ამბავი, ამის არც პატიება შეიძლება, ამის არც შერჩენა შეიძლება და ამაზე ხელის დამფარებელი იმაზე მეტი უარესი არის, ვიდრე ამის ჩამდენი. მაგრამ თქვენ ხო ერთი ღურის თესლები ხართ ორივე. ჰატო ხონის ციხეს იმას უწუნებთ ხო, რა ქვია, კომუნისტების დროს იყო აშენებული და ცუდ პირობებში იყო და ეს იყო და ეს იყო. კარგ პირობებში თუ იყო გლდანი, კარგი ციხე თუ იყო, ახალი აშენებული ციხე თუ იყო, იმ ციხეში ნორმალური მდგომარეობა იყო და იმ ციხეში ადამიანები ნორმალურად იქცეოდნენ. იქ არ აწამებდნენ ადამიანები, იქ რო ჯოჯოხეთი ხდებოდა, ისეთ ჯოჯოხეთი იმ ხონის ციხეს არ ახსოვს. მაგრამ მე გეტყვით რა, ჩვენ თანამედროვეობის ქართველები, ჩვენი საზოგადოება, დღევანდელი ქართველი ერი არ ვარგი ვართ, მე არ ამაქვს წინაპრებზე ლაპარაკი. ჩვენ ეს ყველაფერი შევირჩინეთ, ჩვენ ეს ყველაფერი ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინას სახელით ჭამეთ და ვჭამთ დღესაც და ის რაც იყო წარსულში აი განმეორებისთვის რომ ეს ყველაფერი განმეორდეს აი ღირსები ვართ ნამდვილად რა და თუ რატომ აქ ასეთი დამოკიდებულება ჩაიხედეთ ყველამ თქვენ თავში ჩაიხედეთ ყველა ქოცმადიდებელმა ყველა 51-ის მომხაზავმა და თუ მე რასაც ვლაპარაკობ, თუ ეს სიმართლე არ არის, მაშინ ბატონო, აი, მასე ყოფილიყო სიმართლე. თურმე ახლა ენახოს, თურმე სუბარს და ახლა ენახოს წულუკიანს ის ციხეები და თურმე წულუკიანს და სუბარს არ ცოდნოდა თურმე ისა რა ქვია,
აგლაძის შესახებ და ნიკოლაიშვილის შესახებ და იმის შესახებ. ჩაჩიბაიას შესახებ. აი ასე ტყილში მაცხოვრებელი საზოგადოება ვერასდროს ვერ ამოვა. ვერასდროს ვერ ამოვა აი ამ სიბინძურის ჭაობიდან, რაშიც არის ერი ჩავარდნელი 34 წელია და იყო დრო ნამდვილად მეცოდებოდა ჩემი ერი და ჩემი ქვეყანა, მაგრამ ახლა რო უკვირდები რაც დრო გადის, იმდენი მატყუარა, იმდენი მლიქვნელი, იმდენი თვალის დამხუჭველი, იმდენი უსამართლობის გამმართლებელი და იმდენი აფირისტი ყოლია ერში, ძალიან დიდი მასშტაბით, ძალიან დიდი რაოდენობით, რომელიც ფულზე და რამეზე და ჟესტზე გაკყიდის, პონტზე გაკყიდის. შენს და სამშობლოსაც აბსოლუტურად დამსახურებულად ღებულობს ამ ყველაფერს. და აი ნახდათ აღარ მეწოდება რა. მეწოდება ინდივიდები. საერთო ჯამში არა ძმაო, ეს ხალხი, რომელმა ხალხმაც 34 წლიდან მოყოლებული თვალი დახუჭა ეროვნული ხელისუფლების დამხობაზე და შევარდნაძეს და უჩოქა და უკანალში შეძრა და შემძრალი არის დღემდე, რომელი მთავრობაც მოვა, არ ახსოვს, არც საკუთარი სამშობლო, არც საკუთარი ღირსება, არც უხებს მისი თანამემამულის, არც ტკივილი არაფერი და ისი არის გამწარებული ხვალინდელი დღე კი არა, ოღონ აი დილის საუზმე ჭამოს და რა იშოვოს დილის საუზმისთვის და ყველაფერზე ხელის მომწერი როა გამხდარი ხალხი. აი ესეთი ხალხი ნახდათ არაა შეწოდების ღირსი რა. და აბსოლუტურად ნაცის ღირსიცაა ეს საზოგადოება, რაც შეიძლება დიდხანს და ქოცის ღირსიცაა. მურუსიძის ღირსიცაა. წულუკიანის კომისიის ღირსიცაა. და საერთოდ უსამართლობაში ცხოვრების ღირსია, იმიტომ რომ თვითონაა უსამართლო. თვითონაა უსამართლო. და ეს ეხება ნებისმიერს. აი ნებისმიერს, რომელიც ამ ფორმით თუ იმ ფორმით ამ ყველაფერს მხარს უჭერს. აი ეს იყო ჩემი სათქმელი. და აი კარგად დააფარეთ ქოცებმა მოღალატეებს ხელი. აი კარგად დააფარეთ ქოცებმა. ძალიან კარგად დააფარეთ ქოცებმა ხელი. აბა თქვენ იცით, არა თუ ხელი დააფარეთ, გულში ჩაიხუტეთ. კოჰაბიტაციაში ჩაიხუტეთ და გააგრძელეთ ასე ცხოვრება. აი ამის თქმა მინდოდა და აბა თქვენ იცით. მიშა ვივამედში კი არა, მიშა უნდა გამოიყვანო. მიშა უნდა გამოიყვანო და გვირგვინი უნდა დაადგა თავზე და უნდა დაასვა ხელახლა ამ ხალხს თავზე. აი ამის ღირსია. აი ამის ღირსია ეს საზოგადოება. თორე წესიერი საზოგადოება. წესიერი საზოგადოება. ამას დიდი ხნის წინ ტრიბუნალს მოუწყობდა, გაასამართლებდა და ზუსტად აი იმ დამპალ იმაში რა ქვია ხონის ციხეში და ორთაჭალის ციხეში შეყრიდა ამ ძაღლიშვილებს და არა ვივამედში ტრაკზე ცივინიავი არ მოხდეს მიშას და მიშებს ესა კარგად ბრძანდებოდეთ.